პატარა დეტალები, რომლებიც თითქოს არაფერი არ არის დეტალები, თუმცა ხვდები, რომ აი ამ კონკრეტულ დეტალებზე არის აწყობილი ყველაფერი, აი საერთოდ. აი მაგალითს ვიტყვერთ, მაგალითს მოვიყვან, ხო? სოფელში როდესაც ჩავდივარ ხოლმე, პაპაჩემი, აი მაგალითად სახლში ვარ, ხო და პაპაჩემს ვეუბნები, რომ მაგალითად ვეუბნები, რომ ღოზელები მინდა გამოვაცხო და ფქვილი გათავდა. ან მაგალითად ვეუბნები, რომ ფხვნილი აღარ არის, ხო? არ გადადებს, მოიტანს იმ დღესვე ყველაფერს, რაც მე მჭირდება. ყველაფერს და ამას არ აკეთებს, იმიტომ რომ მან ეს უნდა გააკეთოს ვალდებულებით. არა, ეს ხო იგრძნობა ეს დეტალი, სიყვარულით როდესაც აკეთებს ამას. სიყვარულით. და თითქოს არაფერი ხო, ესეთი დეტალები, თუნდაც ყოველდღიური დეტალები, თუმცა რო დაუკვირდე, აბა რა არის ცხოვრება. სხვა რა არის მეტი ცხოვრება, თუ არა ეს პატარა, რა ვიცი, საყვარელი დეტალები, ხო? ძალიან ხშირად არის, რომ შეიძლება ქალს გაუკვირდეს კაციდან ბუტიაობა, რომ განაწყენდა, თუმცა ეხლა ერთ მაგალითს მოვიყვან ეხლა. მახსოვს ერთხელ პაპაჩემს რაღაცაზე დაუგვიანე პერანგის გაუთავება და განა ის იყო, რომ ის გაბრაზდა და რაღაცა ეწყინა და გული ეტკინა იმის გამო, რომ პრიორიტეტად არ დავაყენე და ჩემთვის არ იყო ისეთი პრიორიტეტული იმ მომენტში მისი პერანგის გაუთავება, როგორც თვითონ, როგორც აი ჩემზე არის, ხო? ჩემთან მიმართებაში არის. და მახსოვს მე გაუთავეს პერანგი კიდევაც და მე ახლა ბედნიერი იყო და ბოდიშიც მოვყავდი ამ ჩემი საქციელის გამო არ ვიყავი მართალი არანაირად, ხო? იმიტომ რომ თვითონ როგორი ხასიათია, აი რაც არ უნდა ვთხოვო, არ გადადებს, იმ დღესვე გააკეთებს. აი შეიძლება რომ ჩავიდე და ვთხარო, აი თუ შეგიძლია კისერზე შემომისვა და ისე მატავთ, რომ უარს არ მეტყვის, ისეთი ძლიერი არის, აი რავი, ბევრმა 18 წლის ბიჭმა, რა ვიცი რა, შეიძლება გაუკვირდეს ბევრ 18 წლის ბიჭს, რომელიც დარბაზში დადის სავარჯიშოდ, ისეთი ძლიერი არის დღემდე, უბრალოდ ხმას რო ამოიღებს, მოდი სანამ ფიზიკურ ძალას შევეხები, ხმას რო ამოიღებს, უკვე მიხვდები საერთოდ რა ენერგიებში არის კაცი, ხო? და ასე არის, როდესაც ცხოვრებაში ხედავ ამ დეტალებს, ხო, თამით უმეტეს დეტალები არის, როდესაც ეს ხდება არა ვალდებულებიდან, არამედ ანუ სიყვარულიდან გამომდინარე და ეს ყოველთვის იგრძნობა, აი ძალიან იგრძნობა ხოლმე და შემდეგ ხვდები, რომ ცხოვრებაში მთავარი არის, ყველაზე მთავარი არის აი ამ დეტალების შემჩნევა და მიღება და შემდეგ გაცემა და მოკლედ ძალიან კარგი არის რა. და ამიტომ რო არის ეს შეხედულება, რომ ეს ტოქსიკური ის ანუ აი კაი, შეგრძნება მაქვს ხოლმე, რომ ხანდახან რომ ადამიანები ხანდახან არ კონცენტრირდებით ხოლმე, ხანდახან ჩვენს შინაგან მდგომარეობებზე და იმ დეტალებზე, რაც რა ვიცი, რასაც ცხოვრება გვაძლევს ყველაფერს.